Depressიაში რა დადებითი მხარე ქონდეს. Depressიის შემდეგ იცვლები. ძველი მიდის და ახალი ბადება. ყველაფერი ტანჯვა ჭირდება. ტანჯვას აქვს დადებითი, ასე ვთქვათ, დანიშნულება. იმიტომ რომ ეს ორ მითში აისახა. ერთი არის სიზიფეს მითი, უაზრო შრომა, უაზრო ტანჯვა. საზრის მოკლებული აწევ ხაზს და დაგორდა ერთი და იგივე. მეორე ჯვარცმა, რომელსაც მოყვება ამაღლება, აღდგომა. ეს ყოველდღე შეიძლება მოხდეს, ეს საკრალური ამბავი, მითი ამ გაგებით რომ ამბავია ეს. რომ ყველა ჯმარცმული მე აღდგება, ამაღლდება, აღდგება. ტანჯვას აქვს დანიშნულება. წინ მიდიხარ ამით. ტანჯვაა ბავშვისთვის ანბანის სწავლა. მე კითხულობს. ტანჯვა როიალზე დაკვრა თავიდან. მანქანის დარება ტანჯვაა. ერთი უნდა გააკეთო, მეორე მე რო ისწავლი, ტანჯვა რომელიც შენ გამაღლებს, წინ სრულყოფს. ეს დადებითია, ეს არის უარის თქმა ძველზე და ახლის შეძენა, მშობიარობა გჭირდება.